ჩატარდა ოცნების ხდომა და პარტიის ხდომის შემდეგ დინარაძე გამოვიდა მოაწყო ბრიფინგი, სადაც თქვა, რომ კაცდება მთელი რიგი რეგულაციები აი ამ აქციებთან დაკავშირებით და ჩამოვთვლი არასრულ ჩამონათვალს გავაკეთე, მის ტექსტს, მის ციტირებას მოვახდენ, წვრილმანი ხულიგნობისთვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის და მათი შეურაცხყოფისთვის, სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისთვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის ჯარიმები იზრდება და ასევე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 60 დღემდე, ანუ პოლიციელს დაუმორჩილებლობა რომ თქვას პოლიციელმა რომ აი ეს არ დამემორჩილაო, რაც აი უბრალოდ შეუძლია რომ აი გამოიგონოს. ან რო თქვას რომ გამოიგონოს ამას აი პრაქტიკას ჩვენიანების მიმართაც თქვენ მიმართ გამოუყენებთ და გაკავეს და შეურაცხყოფა მოგვაყენაო არ ქონა. არა, შეურაცხყოფას არა, ანუ წინააღმდეგობა გაგვიწიეთო, აი მე და ირაკლის რო გვაყავდნენ, თან აი კადრი მიუტანეთ, რო აგერ ესე ვდგავართ, აი ესე ვიდექით. აი ჩემი კადრი არის ესე ვდგავარ. რაღაცას ვლაპარაკო და პოლიციელები მოდიან, მკიდებენ ხელს და მიუყავარ და ვეკითხები, რომ აი პოლიციელს წინააღმდეგობას სად უწევ აქ და მოსამართლემ გაიხედა გვერდზე და მასე შეურაცხყოფას, ნუ უბრალოდ პოლიციელი იმაში რა ქვია, სასამართლოზე იტყვის რომ მომაყენა შეურაცხყოფა და ეგ უკვე ფაქტია, მაგას იღებენ ფაქტად ორი თვე შეუძლია ადამიანი ეხლა იღებენ კანონს, რომ ორი თვე შეუძლიათ პოლიციელმა დააბრალოს ვინმეს რომ აი ამან ქუჩაში შემხვდა ღამე და რაღაცა ვკითხე და შეურაცხყოფა მომაყენა. ამაზე შეუძლია დაადონ ბორკილი ორი თვე გაუშვენ, გავაგრძელებ უბრალოდ ჩამონათვალს გავაგრძელებ, ეს არის გასარჩი. დავაკორექტირებ, ანუ პოლიციამ რომ ვიღაც დააკავოს და რატო დააკავეთ შეკითხვაზე პასუხი რომ გასცეს რომ შეურაცხყოფას გვაყენებდა და დავაკავეთ. მე რეღარო მოძებნოს ეგ პასუხი. მე რო გასცეს ეგ პასუხი და მაგის გამო შეუძლია ორი თვე ყავდეს. ორი თვე? ან აი უბრალოდ დააკავა. აი არ მოეწონე რა. ხო, აი უბრალოდ დააკავა. ტყუილად. მე რო სასამართლოზე კითხონ, რატო დააკავეთ? შეურაცხყოფას მაყენებდა. მაგაზე შეუძლია, ეგ საკმარისად ითვლება იმისთვის, რომ ორი თვე ამყოფოს ციხეში ადამიანი. ამის მიღებას აპირებენ და შემდეგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური პირის საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მისი საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე მკაცრი სანქციები განისაზღვრება. ანუ თანამდებობის პირზე რო თქვა, რომ აი ეს უსინდისო ადამიანი პირობითად არაბებზე ყიდის ეხლა მიწას და არაბული ქალაქები უნდა აშენონ, მოღალატეა. ამაზე აწესებენ სანქციებს. ანუ მთავრობის წევრებს ვეღარ უნდა. მე სადაც გეტყვი. აი საერთოდ კანონი ხო კონკრეტულად ერთი სახელისუფლებო გუნდისთვის ხო არ იწერება, კანონი არის ყველასთვის და მომავალზეცაა გათვლილი. აი დაუშვათ ეხა აი ოცნების ვიღაც აპოლოგეტი გაუგებარია ზოგიერთი აი ოცნების. რატო აკრიტიკებთ ოცნებას? აბა ნაცების ლანძღვა არ უნდა ლაგროთ ეგეთი ტექსტები ხო გამოდიან ხოლმე. მიშა ხელისუფლებაში. ნაცი რომ მობრუნდა. აი ნაცი მობრუნდა. ეს კანონი გაქვს. წარმოიდგინე, სადაც არ შეგიძლია ნაცი აკრიტიკო, მოგეწონება? ხო, მაგრამ მაგაზე რას გაგცემენ ის პასუხს? ესენი აღარ სულ ესენი არა, ნახე, დაუ ეხა ეგეთი კანონები თუ მიღეს, მართლა სულ ესენი იქნებიან კაცო. ნახე, მოდი კიდე გავაგრძელო. სისხლის სამართლის კოდექსში გვექნება მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია ფსევდოლიბერალური ფაშისტური ქმედებების პრევენციის მიზნით, რასაც მრავალ ხედავთ. კერძოდ, ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება აქამდე ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით. არსებული ცვლილებით ამ ქმედებისთვის განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით. ანუ ვიღაცამ ეხლა აი ამას ეს ნიშნავს რომ გამოვიდა ეს ჩათლახების საცემები არიან ეგეთი ტექსტი რო თქვას 3 წლამდე შეიძლება. ან მაგალითად როგორ იცი? მაგალითად ვიღაცა პერვერტები აპირებენ გარყვნილების პრაიდის ჩატარებას სადღაც ეკლესიის გვერდით. და გამოვიდა ხალხი და თქვა რომ მანდ თუ გამოვლენ კუდი თქვა უნდა ვასროლინოთ. არ დაუშვათ ეს გარყვნილება. ამაზე იღებენ კანონს რომ 3 წლით შეიძლება ადამიანი ციხეში გაუშვა. იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის მუქარის და ძალადობისთვის ეს გადავა მძიმე დანაშაულების კატეგორიაში 5 წლიდან
6 წლამდე ასევე მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენლებზე, მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისთვის ჯგუფურობის, არაერთგზისობის, საშიში საშუალებებით განხორციელების შემთხვევაში. ანუ ნახეთ როგორ რაღაცა თანამდებობის პირის შეურაცხყოფა დასჯადი ხდება, მკაცრი აპირები, მკაცრი სანქციები მიიღო. საჯარო მოწოდება, რომ აი რაღაცა ამორალობის ჩატარებას თუ აპირ, გარყვნილების პრაიდის ჩატარებას თუ აპირებენ მაგალითად, ეს იმდენად დაუშვებელია, რომ ამაზე ყველამ მუშტით კუდით თქვა უნდა ვასრულო. აი ესეთი რაღაცა რო თქვას. ამაზე ციხეი 3 წელი ციხეა. წელი ციხეა და პოლიციელის შეურაცხყოფაზე ან წინააღმდეგობის გაწევაზე დაკავებისას, რაც ჯაჯგური მოხდა, რაც ნებისმიერ რაღაცაზე შეიძლება თქვა, ან და მტკიცებას არ დაექვემდებარება, უბრალოდ სიტყვით დაგაბრალებენ. 2 თვის პატიმრობა შეიძლება შეხვიდე იმას გიქნა, რა ქვია, გამყოფონ 2 თვე გამოხვედი და ერთ დღეში კიდე გადამოწმების მიზნით ეზოში დაგხვდე და კიდე 2 თვის გაგიშვეს. აი როგორ იცი, გამოხვედი და მოვიდა პოლიციელი და შეგაგინა და ნუ რავი, შენ შეაგინე და იმან თქვა, რომ მე რავი მივდიოდ და უბრალოდ შემაგინა და დაგიჭირეს 2 თვე ისე. ეს როგორი რაღაცა ხალხო იცით? ჩვენ აქ თავრობას გვჭირდება იმაში, რომ ნაცები მოაგვარონ ისეთი კანონების მიღების გარეშე, რომლებიც ავტორიტარიზმს ჩვეულებრივ ხალხსაც კი არ დაუმყარებს, კაცო. პოლიციას რაღაცა უსაზღრო მიშას დროს რო არ ქონია, ეგეთ უფლებებს კი არ მიანიჭებს. მიშას ესეთი კანონები არ ქონდა. მე მაგაში მჭირდება, კაცო, ეს თავრობა როგორც იურისტი გეუბნებით რა. სააკაშვილის დროს ესეთი კანონები არ იყო. აი, სუფთა კანონებზე მაქვს საუბარი. ეხა ესე რაც ციღებენ. ეგეთი კანონები საქართველოს უახლეს ისტორიაში არ მიიღებულა არასდროს. ეს კანონი არის პრობლემა რაში? თქვენ არ წარმოიდგინოთ ხალხო რაღაც კანონი მიიღეს მარტო ნაცების წინა სიტყვაზე დაბრალებას მელია და იმას უგულავას ეს კანონი ნაკლებად ეს შეიძლება ნებისმიერ უკმაყოფილოზე შეიძლება გაავრცელო. ვინც დისკომფორტს შეუქმნის ნებისმიერ უკმაყოფილოზე შეიძლება და რა იცი შენ ახლა ამათი ნდობა გააქვს არ დაუჭერიათ კონსერვატორები ციხეებში არ გაუშვიათ ჩვეულებრივი ეროვნული ხალხი ამ კანონებს გამოიყენებენ პირველ რიგში კონსერვატიული ფლანგის წინააღმდეგ. ო მე რა ვიცი ესენი ვის ჩვენ მიმართ კი რა ვიცი კი რატო უნდა ვიყო ისეთ მდგომარეობაში რომ პოლიციელის სიტყვაზე უბრალოდ დამაბრალა სიტყვით და 2 თვით შეუძლია ჩემი ციხეში გაშვება. ეგეთ მდგომარეობაში რატო უნდა ვიყო რომ ტელევიზორში გამოვდივარ რაღაცას ვიძახი ჩემთვის მიუღებელ ქმედებაზე მაგალითად გარყვნილების პრაიდის ვიღაცა გეგმავს და ამაზე 3 წლით ვიყო ციხეში გაშვებადი ან თანამდებობის პირს თუნდაც შეურაცხყოფელი ფორმით მოვიხსენიებ იმიტომ რომ ისი პოლიტიკა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია და მაგაზე კაცრი სანქცია და რატო? იმიტომ რომ ნაცებს ვერ აჩერებთ. და ისეთ კანონებს იღებ, ნაცებს ვერ ვაჩერებ სახილით, რომ ჩვეულებრივი ხალხი ნაცებზე უარესები შეიძლება მოხდეს აქ. შენ იმაში გირჩევენ, კაცო და შენ ის ფუნქცია გაქვს, რომ ნაცები თუ აჩერებ, ისე გააჩერე, რომ აქ ავტორიტარული კანონები არ მიიღო, თორე თუ ვერ აჩერებ, მაშინ თქვი რა იმას იძახდი, რა ქვია. რა დაპირებებს იძლევა. არც აჩერებს არავინ ნაცებს პირიქით ეხვეწებიან შემოდით პარლამენტში. ანუ ეგ როგორ იქნება, იცი? ნაცებს ვაჩერებ და ჩვეულებრივ ქართველი გაიტისკება მანდ და ნაცები ისე იქნებიან. სინამდვილეში ეგ არის მთელი უბედურება, რომ აქ ყველაფერს ფასი აქვს. ეგრე არ არის, რომ რაღაცა შეცდომები დავუშვათ ჩვენ და ის შეცდომები, რომ მე იმ შეცდომების შედეგები მოგვადგება, მე ისე დადგე საკითხი, რომ რა არის გამოსავალი. ეს ყველაფერი რაც ხდება, ეს არის დაშვებული შეცდომების შედეგი. შეცდომა იყო ის, რომ ვიღაცებმა რომ წარმოიდგინეს ქართული ოცნება გამოსწორდა და მთელი ძალაუფლება ეხლა მხოლოდ ქართულ ოცნებას უნდა გქონდეს. ეგ შეცდომა იყო. და მაგის ფასს გადავიხდით ყველა გადავიხდით და ჩვენ გაფრთხილებდით მაგას არჩევნების წინ რომ მაგას ფასი ექნება არ დაგვიჯერეთ ეხლა მაგ ფასის გადაიხდის ვინც ხმამისცა ოცნებას ისიც ფასს გადაიხდის აქ სინამდვილეში
რას უნდა მივხვდეთ? გამოსავალი რაშიო კი წერენ ხალხი და რავი, გამოსავალი რასაც ვაკეთებთ, გამოსავალს ვეძებ. ალტერნატიული პოლიტიკური ძალა უნდა გაგიწევთ და გამოსავალს ვაკეთებთ ხალხო. გამოსავალი რაშია, იცით? გამოსავალი არის ხალხო, ნუ უწონებთ რაღაც მავნებლობას რო აკეთებს, კაცო. ნუ უწონებ, აგერ არაბები ორ ქალაქს აშენებენ საქართველოში და ვაშა უბრალოდ რეაქცია არ ქონდეს. ამ კანონებს რო იღებენ, დააფიქსირეთ, რომ ცუდი კანონია ეს კანონი. აი, ოცნებას მიეცი კონსერვატიული შეხედულების ადამიანმა ხმა, ხო? აი, ხო გაქვს კიდე კონსერვატიული შეხედულება, ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმება, ხო უნდა მოთხოვე ახლა. ეხლა ჭირდები ოცნებას შენ და მოთხოვე დააყენე მოთხოვნები რაში ვაძლევთ ამ რაში მიეცი თქვენ ეს ხმები ჩვენ მაგივრად ხო იმათ მიეცით რა დააყენე მოთხოვნები ან ეს ხა რავი ეს უნდა მიხაროდეს რომ პოლიციელს ეგეთ კანონს იღებენ რომ პოლიციელს შეუძლია ქუჩაში გამაჩეროს რაღაცა კითხვას დამაკავოს და მე თქვას რომ ამან შეურაცხყოფები მაგრამ ორი თვე იჯდება ეხლა ეგ უნდა გვიხაროდეს ხალხო არ გამაგიჯო ამაზე ხმა უნდა ამოიღოს ხალხმა ეგ არ გავრცელდება მხოლოდ იმათზე. იმათ არაკავებდნენ და ჩვენი ფლანგი ციხეებში იჯდა. ისინი რომ ხელშეუხებლები იყვნენ და დღესაც მელია შეიძლება ხელშეუხებელი იყოს, გვარამია შეიძლება ხელშეუხებელი იყოს და ჩვეულებრივ ჩვენაირი თუ შემაწუხებელი გახდება ზედმეტად ხო არ აკრიტიკებ თქვენ რაღაცა არაბულ პროექტებს ერთ-ერთი ოცნების სპიკერია ერთ-ერთი დავით ქართველიშვილი და რას წერდა იცი? აი ეს ტელევიზიაო ალტინფო დეზინფორმაციის გავრცელება დაიწყო აი ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტზეო არაბების ქალაქებს რო აპირებენ ეს და ნეგატიურ განწყობებს ავრცელებს ამ პროექტზეო და ამათზე ლიცენზიის შეჩერება უნდა შეიძლებოდესო და სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ანუ ჩვენ რო არაბების ექსპანსიის საფრთხეზე ლაპარაკობ ოცნების სპიკერები ლაპარაკობენ პირდაპირ ჩვენზე სისხლის სამართლის რომ ჩვენზე ანუ მაგაზე დაიჭირეთ ესენი და რა მე მაგაზე არა ვარ ეხლა იმ განწყობით რომ ამათ იმედზე უნდა როგორი რაღაცა იცი თავისუფლად ვიქნებით თუ არა